კახეთში მელიორაციის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც განხორციელებული და მიმდინარე სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა სამელიორაციო სამუშაოების დაგეგმვის პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართვაზე, იმსჯელეს კომპანიესა და ფერმერებს შორის წყალსარგებლობის შეთანხმების გაფორმების აუცილებლობაზე. 2012-2024 წლებში კახეთში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად წყლით უზრუნველყოფილია დამატებით 20,140 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, სარწყავი წყლის მიწოდება 16,285 ჰექტარზე გაუმჯობესდა, ხოლო დრენირებული მიწის ფართობის რაოდენობა 8,725 ჰექტარს შეადგენს. განხილეთ მომავალი წლის სამოქმედო გეგმას, თუ როგორ უნდა განვახორციელოთ საირიგაციო პერიოდი, ისე რომ ფერმერებისთვის წყლის მიწოდება იყოს უფრო გაადვილებული და დივერსიფიცირებული. კახეთის რეგიონისთვის სოფლის მეურნეობა არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წამყვანი დარგი და შეხედა სწორედ ამას ემსახურებოდა, რომ ის სარწყავი პრობლემები, რაც წამოყენებული იყო მერების მხრიდან, დროულად ყოფილიყო აღმოფხვრილი. სარწყავი სეზონის დაწყების წინ ჯანის მუნიციპალიტეტში ახლად რეაბილიტირებული ლაკბეს წყალსაცავი გაიხსნა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ფერმერებისთვის. ეს გაზრდის როგორც მოსავლის რაოდენობას, ასევე გაუმჯობესებს მის ხარისხს.